დღეს ვეღარ მოგებული მიდი ბონდო ჩვენი ხათვით ისწავლია მარტო იმსახურებს ფინალში ჩდომას. ეს ნორმალურია? ეხოთები კაპლი დამამშვიდები რამე, ოჯახში არ მოიწეფია. გედეკედა. ამხელა კაცი, კონტროლები ბიჭო. არ აქვს აზრი ვინ მოიგეს. თორე გამარჯვებით ჩვენ გავიმართ. ფინალში ჩდომას იმსახურებენ გოგოები, მაგრამ მოგებას არა. გავშვილაპარაკოს. ენას ძვალიანა. ეხლა გთხოვ, მოდი გონზე. მეტინა. დილამ შვიდობიცა საქართველო ვარ ჰაუსში და ვარ ფინალისტი ვინი ფიქრობდა ხო? თუმცა მეგობრებო ოცნებები ხდება ისეთი რაღაცები ხდება ცხოვრებაში რასაც საერთოდ არ ვედით მართალია მარტო ვარ მაგრამ მე მყავს ჩემი დათუნია მართალია მუზებს ყავს ბონდო, ჯავახას ყავს მარიამი, თუმცა არც მეგრძნობ თავს ძალიან მარტოდ. იმიტომ რომ ჩემი ლეგენდარული დათუნია, რომელზეც მთელი ამბები იყო ატეხილი. ხარ მექალთანე დაუძახეს, ხან ნაქირავები დაუძახეს, ხან რა დაუძახეს, თუმცა ჩემთან ერთად არის, არ მღალატობს, არც ზურგში დანასმარ ტყავს, არც არაფერს მაბრალებს. და ესე ბედნიერად ვართ მარტო ამ ოთახში. ფინალამდე მოვედი სამართლიანად, მე უკან მოხედვის არ მცხვენია და არა უშავს თუ ამის გამო დავრჩი მარტო. მე ვამაყობ საკუთარი თავით და ვამაყობ განვლილი გზით. ვიყურები სარკეში და ვის ვხედავ. ღმერთო ჩემო. ჰაუსის პირველი სეზონის ფინალისტს. აი მე ხალხო ფინალში ვარ ესეთი რამე დაუჯერებელია უბრალოდ ნიკოლოზ ჯავახიშვილი საქართველოს დამსახურებული მოქალაქე და ჯავახა პირველი მგონი აღარ ვარ ბოსი ხო ახლა უკვე ფინალშია ჯავახა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხაროთ რომ საშუალება მიეცით 21 წლის ბიჭს რომ ჯდარიყო ფინალში ვარ ძალიან ბედნიერი რომ ამხელა გამოცდილება მომცა ამ პროექტმა გამაცნო აი ეს ადამიანი ჩემი პატარა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ყველა იმ ჩემს გულშემატკივრას რომელმაც ერთი ზარიან SMS-იც კი გამოუშვა დედა ჩემს მამა ჩემს რუსთავიურს მონაწილეებსაც კი პირველი დამსახურება ამათი მოქმედებებიდან გამომდინარეც არის რომ მე აი აქ ვარ მე უკვე გამარჯვებული ვარ კიდევ ვიძახი აქამდე რომ აი ესეთი გზა გავიარეთ და რა არისო ამ გზაზე ცრემლები, გრძნობები, ემოციები, ტკივილი, შთაგონება, ბედნიერება და იმედგაცრუება რითი აღარ იყო სავსე ჩვენი გზა ჩხუბი კონფლიქტი, სიცილი, კისკისი, ღიმილი და გაბრწყინებული თვალები, იმედი და აი დღეს ჩვენ ვართ აქ, ვზივართ ფინალში. გაშალეკლდესავით მხრები, ერთად შევეგებოთ რიჟრას. გაშალეკლდესავით მხრები, ერთად შევეგებოთ რიჟრას. აი დღეს როგორი რიჟრაჟი, როგორი დილა და გაგვითენ და გაშლილი მხრებით გამოვედით ჩვენ ფინალისტები. ორი მუზა! თინა და დიანა! გიოთა გოგოებო კიდავში ხარ!
გაშლილი მხრები მთეს. და გაშლილი ფრთებით და ჩემი აზრით ყველა ბედნიერები ვართ, ნუ ჩვენ განსაკუთრებით ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ხმის ლიდერები დაუბრუნდით ჰაუსში და ბევრი კოშმარი გამოვიარეთ, რომ ფინალამდე მოვსულიყავით, მაგრამ კენწეროში გატკბდების გოგო. კონფლიქტების მიუხედავად გვინდა რომ სხვა ფინალისტებთან ერთად ესე გავიზიაროთ ჩვენი საუზმე და ყველა ვიწყებთ მზადებას, იმიტომ რომ ფინალია, ყველამ ძალიან დიდი გზა გამოიარა და რა თქმა უნდა, როდესაც ერთ სივრცეში ცხოვრობ ადამიანებთან, აბა ვისთან აღნიშნავ ამ ბედნიერებას, რა თქმა უნდა, ისევ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ერთ სივრცეში ცხოვრობ. ჩემი აზრით ყველა მონაწილე აქ ვინც ვზივართ, რა თქმა უნდა, იმსახურებს, რომ ფინალში იზრდეს, იმიტომ რომ მეც და თქვენც ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, რომელიც გზაც იყო ძალიან რთული ამაში დამეთანხმებით. ლელუ იმსახურებს ფინალში ჯდომას, თავის აზრებს აფიქსირებდა ყოველთვის. მომენტებში სამართლიან აზრებსაც აფიქსირებდა და ფინალში ჯდომას იმსახურებენ გოგოები, მაგრამ მოგებას არა. ამბიცია პატალოგს ურტყამს, ჭერს ურტყამს. და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ბინძური თამაშია რა. ადამიანების გაშავებით, ხვის უბედურებაზე შემოჯავახ. შენს ბედნიერებას ვერ ააგებ და დამსახურებულად ხარ ფინალში, მაგრამ ეს თამაში, რომელიც თამაშსაც აგძელე ბოლომდე, არ არის სწორი. აბსოლუტურად სხვა ადამიანებად დამანახეთ თქვენ თავები რა. და შენ ვინ ხარ ჯავა? დიანა. გავუშვი ლაპარაკოს. ენასწვალი არა აქვს გავუშვი. ნათელი ფერებით სავსე დილა და ფინალის საუზმე ნელ-ნელა იქუფრება და აქეთ-იქიდან ღრუბლები მოდიან, რომლებიც წვიმის მაგივრად შხამს გადმოაფრქვევენ. ცუდად არ მიიღოთ ეს, უბრალოდ ძალიან კარგად ცუდად არ მიიღოთ, ძალიან უბრალოდ კარგად გაშავებთ. არა, არ გაშავთ, უბრალოდ ძალიან კარგად შეგიძლიათ ხალხზე მანიპულირება. ეს სიმართლე. და იმის მაგივრად რომ გაიხაროს და შეირგოს ფინალში ყოფნა, ისევ ჩვენს ტექნიკურად ნელ-ნელა გაშავებას, კბენას და აი ესე შეფუთვით და შელამაზებულად ლაფში ამოსვას ცდილობს. როგორ ფიქრობ, რატო იმსახურებ გამარჯვებას, მოგებას ან მე არ ვიძახი რომ იმსახურებ. შენ. ანუ ჩვენ თუ არ ვიმსახურებთ, შენი აზრით, ესე იგი შენ იმსახურებ. მე არ ვიძახი. ხოლო ჩვენ არ ვიმსახურებ. აუ, არა, ბიჭო, როგორც გინდა ისე რატო იგებთ ყველაფერს, გოგოებო? ისე გავიგებ. დიდი მადლობა რომ ჩემი ილუზიები გააქარწყლეთ და აწი. კიდევ ფარს და ხმალს მოვიმარჯვებთ და გადავალთ თავდაცვის რეჟიმში. თავდაცვის? აი კიდე манипуляცია ხალხთან. თავი რატო გამოყავთ ესე? აი ვითომ ყველა ძალიან გერჩით და თავი არ გამოყავს, როგორც არის ისე არ არის ფაქტები თქვა ჯავახა. მეგობრებო, აქ რეალობას არ ეგუებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, რომლებიც ხართ დაბოღმილი 470,000 ხმაზე. აი ეს არის და ეს. აქ რეალობას თქვენ არ ეგუებით. გუშინ ჩვენ ხმის ლიდერები ავდექით, 470,000 ხმა შემოვიდა ორი მუზას მხარდაჭერით და რეალობას ეწინააღმდეგებით თქვენ. შეგარგოთ მე თქვენ იმდეს ანუ თუ ჩვენ გვერდება, მაგრამ ერთი წამი თქვენ იმდეს манипуლირებთ მაყურებელზე, რომ კი შეერათ ეს ყველაფერი. გადავსებულია სამზარეულო, მაგრამ არ მაინტერესებს. გეტყობ. უბრალოდ თქვენ ხართ манипуლატორი ადამიანები, რომლებიც შემოვიდნენ ამ პროექტში, საერთოდ გადაცმულები, საერთოდ სხვა ადამიანები, მალავდით ყველაფერს საერთოდ. რომელმაც love story-ით მოვიდა love story-ით ვინ მოვიდა ჯერ ერთი? თქვენ. ერთადერთი შეიძლება ეს love story რო არ დამეწყო, შეიძლება უფრო მეტიც გავჩერებული ყავდა. ეს რა არის ბოლივუდური სერიალების დადგმა, მაყურებელთან манипуляცია, რომ აი ჩაგრავენ ორი მუზა მარტოა, მოდი ფანდურზე დავუკრათ. თინათინი ხმამაღლა იძახდა და გააჟღერა ცოტა ვიცი რომ მარიამს ეუბნეოდა რომ შენ გახეულ ნასკს მიხედეო. თინათი შენ თუ გაჭირვება გაქვს გამოვლილი, შენ თუ გაჭირვება გაქვს გამოვლილი, ამაზე არ უნდა საუბრობდე და მაშინ რაც ისაუბრე, მე ეგეც ალბათ მიმაჩნია ხალხო, როცა ტიროდა და დრამები დადგა მაშინაც, გაიგე? ანუ გახეული ნასკი მეც მცმია. გაიგე? მეც მცმია. მოკლედ, მეგობრებო, უკვე ცხადი ხდება, რომ საუზმე იქცა შხამად, ამიტომ მე უბრალოდ ავდგები ჩემს ჭურჭელს. გავრეცხავ და აქაურობას დავტოვებ, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ გადასული ჩვენს გაშავებაზე და გაუთავლებლად ჯავახას და მუზაბეს კონფლიქტი, რა თქმა უნდა, არ მიყვარს, რადგან
გუშინდელი ლაივის შემდეგ ისინი მე კონკურენტად აღარ მთვლიან, თვლიან ერთმანეთს. ეს კონფლიქტები ფიქრობ, რომ გაგრძელდება. იმიტომ რომ ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან. ლელუ ორი კვირით ადრე მოიშორეს ამ პოზიციიდან, ასე რომ ახლა რა დარჩენიათ ერთმანეთის გაშავება. კაცი, რომელმაც თავისი ქმედებები ყოველდღიურად გააუფასურა საცვლებში ქექვის განსაკუთრებით მერე, ამაზე მე არ მინდა საუბარი და მტკიცება. ხალხო, ოთახი იყო ბინძური და რა ვქნა? ცხადი გახდა, რომ ამ სახლში მშვიდი ცხოვრება არ იქნება. ამათ ოთახში რომ ძალიან დიდი სიბინძურე იყო, მაგაზი არიან გაბრაზებულები, რომ სიბინძურე გაქვს შენ პირში და სულში. ჯავახამ ნახევარფინალშიც კი ვერ გადაფარა ჩვენი აუთსაიდერობის რეკორდი და გაცილებით უფრო ნაკლები ხმა დადო ვიდრე ჩვენ მაშინ როდესაც უბრალოდ აუთსაიდერები ვიყავით. ჩვენ ყელში გაგვეჭხირა კვერცხიანი პურები, მათ კი ყელში გაეჭხირათ ჩვენი 60% და 470,000 ხმა. ეს ყველაფერი არის ინდური სერიალი, რასაც უყურებ, ფაქტები მაქვს, რომ ჯერ ბოლივუდს აყენებ ძალიან დიდ შეურაცხყოფას. ფაქტები ხო იყო, 2 წუთი ეხა სხვაგან ნუ გადამიხდი ეხა რა და გადმოხდი რა ძალიან გეხოცი რა. ჩვეულებრივი ინდური სერიალია ხალხო, აი ეს ეუბნება, ცოტა ინერვიული, მე მიდიან და ერთმანეთს რაღაცნაირად იმაშვიდი. ნერვები დაამშვიდე და მე და მე ვიძახი მოგებას იმიტომ არ იმსახურებენ ეს გოგოები, რომ აი ესე ხალხს ინდურ სერიალს და ხალხზე ძალიან მაგრად манипуლირებ. ჯავახ, ანუ ნახე რა მომენტია, შენი ერთადერთი ამ წუთას ამ პროცენტულობით, ჩემი აზრით, დიდი კონკურენციად მიგაჩნია მუზები ვიდრე ლელუ და მაგიტომაც შენ ენერგიას არ ხარჯავ ლელუზე. ჩემი აზრით, ჯავახამაც და ლელუმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ დარწმუნებული იყვნენ ისინი ვიდრე ანა და დავითი რომ ფინალში მოხვდებოდნენ და ეხლა ყველანაირ ზომას მიმართავენ რომ ფინალში დაუმსახურებლად გაიმარჯვონ და ამ სტრატეგიით და ამ საქციევით რასაც მე ვისმენ ამ ორი ადამიანისგან ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად დაუმსახურებლად იქნება მათი გამარჯვება. ეგ აღიქავს კონკურენტად მხოლოდ ჩვენ და ლელუსე ისე რა, თომ აი მე სამართლიანი ვარ და აი თქვენ იმსახურებთ, თქვენ არ იმსახურებთ. მაგრამ უკვე არ აქვს აზრი ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ვინ მოიგებს? არა აქვს აზრი ვინ მოიგებს. თორე გამარჯვებით ჩვენ გავიმარჯვეთ. Bonjour madame monsieur. მოგესალმებით. ბონდოს ეტიკეტი დღეს გავიგებ თუ როგორ მივირთვათ ფანტასტიკური ჯანსაღი ჯანმრთელი ნეტა რა არის შიგნით. ტრანდადადა. აბა ვინ გამოვა? უგროს მივირთვამ შენ. დრო მოვიდა ბონდომ თავის სადავეები დათმოს და ისწავლოს რა არის ნამდვილად ეტიკეტი. ბონდო, ეს რა გიჭირავს ხელში? მე ავტეხე აჯანყება ამ გემზე და შენ აღარ ახარ ჩვენი კაპიტანი. ბონდოს ეტიკეტის აჯანყება ჰაუსში. ეს რა თემა უნდა გავრბოდე? ეს ჩვენ გვექნება სულ სხვანაირი ეტიკეტი და ეს იქნება რას ხედავს ამას ჩემი თვალები? აი ეგრე. ამიტომ შენ ჯდები მოსწავლის ადგილზე. ჩემი ეტიკეტი მაინც უსხვა კლასია, ჩემო თინათი. რამდამრარი, რამდამრარო, რამდამრარი. ეს უკვე ჩემი ადგილია. აბა ბონდომას, შენი აზრით როგორ უნდა ვჭამოთ შაურმა? შაურმა ორჯერ მაქვს დაგემოვნებული. მე გეტყვით იმას, მე შაურმას ვშლი და ისე მივირთმე. და ეგ რა შაურმა? ეგ არის სალათი ხორცის. აუ გაზიას მე არ ვსვამ, შანსი არა. არა, შაურმასთან აუცილებლად უნდა მიირთვა გაზიანი, გასაგებია. აუ არ შემიძლია რა, გაიტანეთ გთხოვთ. აიღე, ბონდო ტემპში. კაი, რასიძახით ხალხო. მიდი ბონდო, ერთი ჩვენი ხათვით.
ასე ვიჭერთ. კაი ეყოფა. რომ მთელი соуსი ჩამოიწკრიტოს და ბოლოში აი ასე წვენი აღარ გამოგვივიდეს, დიახ. არ უნდა ამდენი ლაპარაკი და ამდენი პროტესტის გამოხატვა, დაიჭირე ეს შაურმა, გააღეპირი და გაიქანე, კაცო. მე ვიცი როგორ უნდა ვჭამა. აბა როგორ? და ბონდოს პირველი შაურმის ლუკმა ძვირფასო მეგობრებო. ისწავლია მე მგონი ტყუილად ვატარე. აბა რა გეგონა შაურმის ჭამა, ფაფის ჭამა კი არ არის ბონდო. ფოკუსებს აკარე. აი მე რაში არ შემიძლია გული გადასაგდები შაურმა სად არის ბიჭო? ძალიან დიდი ლუკმა და ნუ ეს არ შემიძლია მე. ახლა ამან დანაჩანგლის გამოყენება არ დაიწყოს გოგო შაურმასთან, თორე გადავირევი. ზოგადად შაურმა უნდა გაჭრა ეს ხალხს მეუბნებით ხა. თუნდა გაშალა. მუცელი გამოუფარა. ვაიმე რა შვები? ნაწლავები გადმოაყრევინა შაურმას. აი ესე. და იქიდან უნდა მიირთვათ. აი ესე. დამიშველე. და ავიღე და ეს ფანტასტიკური შაურმა გავშიგნე და გავშალე. რაზე ფიქრობთ ხოლმე მაგას რომ ჭამფამ ხელა ლუკლობ რა ხელა. ხოლოდ შიგთავსზე. დრაკონის სუნთქვა. დრაკონი მგონია ჩემი თავი. ხახი ცეცხლი მქონდა მოკიდებული პირზე. ეგ ესე ვიყავ. ფონდო გვანახა დრაკონის სუნთქვა. ყოჩა, ეს იყო სწორი. ენა უნდა ჩაძე. ენა უნდა დაბლა დააწვინო, რომ კარგად ბევრი შეგეტიოს პირში. მიდი სანახავად, მიდი სანახავად. ვაიმე, ეს ყბა არ მოუვარდეს ახლა ამ ხელა პირი რომ გააღო. ჩვენ დაგვბრალდება. არიქა მიაყოლე, ჩქარა. შეგიძლია სხვა გაკვეთილებშიც ჩაეწერო. თქვენ დამაცადეთ მუზებო, მოიცათ თქვენ რა უნდა მოგიწყოთ. მე არ ვიყო ბონდო ხულელი. გამოდი. ნუ გეშინია, გოგო. ეს ჯერ სათხარ. ხეხი გადააბიჯე. საათ. გადააბიჯე, წინ, გადახტი. აი, ზათხარ. კაი. ლიმუზინი. ey, ჩემო უსაყავარესო ქალბატონო, ვაიმე. ძვირფასო მარიამ, ეს ყვავილები შენ ჩემო პატარა, მოდი გაკეთე. მადლობა, ჩემო, სიბარო. პირველად მაქვს ესეთი განმეორებული ვალენტინა. რა თქმა უნდა, სანამ ჩემთან იქნები და ჩემთან ცხოვრებაში იქნები, იქამდე შენ იქნები ბედნიერი ქალი, ჩემო პატარა. სამაგერო ღირდა რა კაი ფოტო გამოვიდა. ბიჭო, რა სიმპათიური ვარ ღმერთო. თავს გზო მეფესავით შენ. შენ ხო ისედაც მეფე ხარ, ჯავა. მიდის გამიკეთე ჯერ. ეხლა წმებით. აი ვერასაყარი. მე ახლა ამით გავიგებ გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ. გიყვარვარ. არ ვუყვარვარ. არ ვუყვარვარ. კარგად, მარ შევხვდებით რუსთავიორში, არ ვუყვარვარ. ვუყვარვარ.
ყველაფერი გიყვარ ვარ წევა. ყვავილს უნდა ეკითხებოდე, ანუ მე მიყვარხარ თუ არ მიყვარხარ? ანუ გულის ჯიბიტო ვატარებ გოგო შენს ფოტოს. წავედი. მარ შეზგამო ბარი დაუყურე ეხლა შეგვეძლია მივიდე. ღმერთს გეფიცები დღეს შემიყვარდი მაშინ კი არა. მაშინ შიგანი ხოთლის ალბათ იქიდან მოყვება და როცა ჩურჩურით მითხარი მარა მერც გეფიცები დღეს შემიყვარდი მაშინ კი არა. მერც მიყვარს. მე და დავიდი ახლა შენ დაგიბზადებ იმ სპეშალ კოქტეილს, რომელიც არასდროს არავის არ გამიკეთებია და შენთვის იქნება პირველი. დავით ნახვამდის წავედი ჩვენ. მოვედით მისი ლემაში, რომ შევისწავლოთ პადელი და ვითამაშოთ. მოგესალმებით. მენიარო და ფანტასტიკო. გუნდებად გაყავთ ბონდო და თინათინი, დიანა და ლელურო იყოთ ერთად. რანი. აკა. Yes! აი მოდი მე დღეს ვიქნები მხოლოდ ჩამწოდებელი. თუ შეიძლება დაიკავეთ თქვენი. ერთი თქვენ და სადანებით თავი. მიდი. ჰე! ბრავო! ო! ეგარი. ვერ მოგებული. და! მენდერა შემოაყავ. ჰე! ო! ხა! დიანა, მიდი. ოვა! უდა! ენა, უდა. მალე. მოვიდე! 45. ფო! აიეს! ორმოცი და ეხლა გაირკვევა გამარჯვებული გუნდი. აჰა. დიანა. აი. გილაცავ, ყველაფერი გავაკეთე შენი გამარჯვებისთვის. შეგეცავ. ეხლა ჩემი თილისმა. ყველაფერი. ანგელოზი იყო, ანგელოზი. დიდი მადლობა ლისილემას მასწავლებლ კლუბისთვის. ჩვენ ვართ ფინალისტები, ცოტა სტრესი გვაქვს და აქ მოსვლის შემდეგ მე მგონი ცოტა დავიწყებთ. ძალიან მაგარი. ნანაი. იდან ის ანგელოს და სიმღერათა გალობა. უცნება მასულთან დაძევდა ძინავს და მაღვიძებს მუსიკა, სიმღერა, რომელიც არის ჩვენი ვაიმე და კამერა. ამ წამს გავიღვიძებ. შემოდიდა ხო ყველა
დიასა შემოდის ბუშტებით და ყვავილებით. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ხოდა გიოთო ჩემს პირველ სიყვარულის დღეს. ჩემი ფინალისტი ვინ არის? ვინ არის ჩემი ფინალისტი? არ ვერ ხვდები ხო რა აქ? ფინალშია. მე შენ ძალიან მეყვარხარ. მისი სიტყვები, ყველაფერი ჩემთვის, აი ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველი 14 თებერვალია. ერთად რო და ვიქნებით მთელი ცხოვრება. გვპირდები მე ამას და მინდა რომ სულ ესეთი ბედნი იყოს, სულ ესე გაღვიძებდე, სულ აი ესეთ სიყვარულში, აი. არ უყურე ძმა. ძალიან მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენც ჩემთან ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო. აუს მთავრდება, всё. ეხლა იწყება ჩვენი ცხოვრება. ნუ შემართებით იყო ხო? აქ არ გელოდებოდი ხა, მე მგონა რომ მქონდა. შენ არ ხარ მარტო. შენ მარტო არ ხარ. მართლა მარტო გრძნობდი თავს ეს პერიოდი განსაკუთრებით. ანუ აქ აი ხოდა თხოვე და ცოტა ხანი შემოვედე. ცოტა ხანი შემოვედი რომ გესაუბრო. ვიგრძენი რომ ჩემს გვერდით არის ადამიანი, მაგრამ გთხოვ შემართება არ დაკარგო რა. არ კონდეს ის შენ თავში რომ წააგე და всё. არა. არავითარ შემთხვევაში. არ კონდეს შენ თავში რომ წააგე. ფინალია. სადაც აქამდე იბრძოდი და მოხვედი აქამდე. ეხლა მithumedes. ბევრი რამე იცვლება, კაცო, არავინ არ იცის, კიდე ერთი კვირაა წინ. რა როგორ იქნება? ანაირად. ღმერთს დიდი მადლობა, რომ გამოჩდი და ჩემს ცხოვრებაში ხარ. მართლა. მე გვერდებ რომ ძალიან ბედნიერი იქნებ. გვერდებ. შემოდის ტელეფონები და ვაწყდები ბონდოს ვიდეოს. ბონდო, ერთი წამი შეგიძლია მოხვიდე. ლელუ მეძახის მოსაწევ თახში და მე მეუბნება რომ თუ რა კომენტარი გავაკეთე ლაივზე. აი ეს ვიდეო ახლა ვნახე. შენი ლაპარაკები ლაივზე. ლამაზ ქალში ლამაზი სულიაო ხო ანუ თქვა. მაგალითად რაღაცა ერთი ბუნების შეცდომა. სამწუხარო რეალობას კიდევ ერთხელ ჩავხედე თვალებში. გასაგები იყო ყველაფერი, პროსტა შენი ორ პირობა ვერ გავიგე. რასთან დაკავშირებით რა მუზები მაქსიმალურად რაღაც დონეზე მივიდნენ და ეხა ფურთხის ღირსი არ არიან და ლამაზ ხელში ლამაზი სული უნდა იყოს. გასაგებად თქვი ის რაც მან გაიგონა. ანუ ეს არის ერთი ბუნების შეცდომაო, ჩემზე ამბობ. რა კი, რა შეურაცხყოფებს მაყენებ ვერ გავიგე. აბსოლუტურად სწორად გადმოვეცი მე ვფიქრობ და გამგები გაიგებს. ანუ ბუნების შეცდომაო, ჩემზე ამბობ, ამხელა კაცი ხარ. უზრდელი ხარ ჩვეულებრივი. ადამიანი, რომელიც ამხელა ტექსტებს მწერდა, რომ აუ ლელუ და მართალი ხარ და ის და ეს და შემოვიდა ახლა აქ და გულშემატკივრის გაზრდა უნდა თავისი და ესე შემოქცია ყველამ ზურგი ხალხმა. მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცებს გულშემატკივრარი უნდა და მიმდევრები ჭირდება. ადამიანებმა კონტენტის შექმნის გამო შემოქციეს ზურგი. კაცები ესე არ იქცევიან რა. აი რაც არ უნდა გააკეთონ ბონდო იამ და ვიღაცებმა. აი მე ძალიან ვარ დღეს. ბონდო რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე კვირას უკან მეუბნებოდა რომ მოვწონ ვარ და გრძნობები აქვს ჩვენს მიმართ და დღეს გუშინ უბრალოდ ლაივზე გააჟღერა რომ ლამაზ ხელში ლამაზი სულია მაგრამ ლელუ დამამშვიდებელი დალი დამამშვიდებელი შენ გჭირდება ბონდო გაბოროტებული ხარ ჩვეულებრივად ჩემს და ლელუს შორის თუ შევხედავთ მიხვდებით ხა ვინ უფრო გაბოროტებული და გადაფსიხებულია ყოველ კუთხეში რომ ჩემზე ჭორაობ ჯავახასთან მიხვალ და ჯავახას ჩემს წინააღმდეგ ამხედრებ მუზებთან შეხვალ მუზებს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებ გცხვენოდეს მართლა ბონდო შენ მე თურმე ბუნების შეცდომა ვარ
და სხვათა შორის დიანა ძალიან მაინტერესებს, სხვათა შორის ჯავახას აზრიც მაინტერესებს. ბონდო რო ჩემზე ამბობს, ბუნების შეცდომა ხარ. არ მინახია. ხო, ლაივზე რო ამბობს. მიუღებელია, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი ეს. ბონდო, სირცხვილი არის ის, რომ კაცი კაცურად რო არ იქცევა. არ გინდა ეს გაცვეთილი ფრაზები, აი ეს უნდათ ადამიანებმა გაიპიარონ თავი. კიბირი წივილი სხვა ადამიანების შეურაცხყოფით. მე ვფიქრობ, რომ მაგ ადამიანს დამამშვიდებელი ჭირდება ახლა. ეს არის ქალების ქალი. საკუთარ ქალის სიბოროტეს სიამაყე. ახლოს უმოდი ხარ ბონდო ძალიან გთხოვ. ნორმალური საუბარი არ ამშვიდებს, ყავის მირთმევა არ ამშვიდებს, დისტანცია არ ამშვიდებს. როცა აწყობდა მუზები იყო როგორც თეატრი, როცა აწყობს ახლა ლელუარი ბუნების შეცდომა რა, თურმე. ბონდო იყო, თქვი ეს თირხმე. ისეთ კითხავს ნუ დამისვეთ, რაზეც რა ვიცი ახლა. გეხოცები კაპლი დამამშვიდებელი რამე, ოჯახში არ მოიძებნებ. ბონდოს გედეკედა. ძალიან ესე დაგინიავოთ, აი. ანუ ხალხი ეს ნორმალურია? ეს პროვოკაცია არის თუ არა? ლელო, ანუ ცუდად ჩვეულებრივი შვიდად ვისაუბრებ. აი, რასაც აკეთებს, ეს პროვოკაცია არის თუ არა? ხო, ვეუბნები ერთი წამით დავმშვიდდეთ, რომ შვიდად ვისაუბროთ და რამენაირად ეს ჩვენი კომუნიკაცია არ გადაიზარდოს ყვირილში. მარიამი მოვიდა ბედნიერი და შეხუმრებული. მადლობა რომ ვარსებობ. ანუ რა ხდება? ანუ რა აჯანყება და რა შეთქმულებაა მუზების წინააღმდეგ? შენ რა იცი მე რა გაგებით ვიმხიარულე. სურნელება მესმის. ყველაფერს ხო უნდა ჰქონდეს საზღვარი, ბოლოს და ბოლოს სად ვართ? თინათინ ეხლა სანამ რაღაცა ზედმეტები მოგივა, მოდი დამიმშვიდი, თორე მერე ჩემ თავზე დამშვიდი შენ თვითონ. მორიგი მუქარა მარიამისგან ჩვენ ეს აღარ გვიკვირს. ზოგადად მარიამს ჩვევია რა თქმა უნდა დამუქრებები, ჩვენ არაერთხელ ვიგრძნია ეს ჩვენს თავი. ფაიმე რინტარარარა ინდური სერიალი დაიწყო. მოდის აი ესე გვებლატავება და თავი არ ვიცი ვინ გონია და სად გონია. რა ვიცი ვალენტინობის დღეს ამხელა რომანტიკას რომ მოგიწყომენ და მთელი ამბები და კიდე იმის დრო დაგრჩება რომ ჩემთან მოხვიდე და მეჭყუბო და გაშავებაზე ამბობს და მან თვითონ მაშავებს ყველა კუთხეში. Keep smiling and keep shining. It's always Keep smiling and shining. ისთვის შემოხვედი მართლა რომ აი ესეთ მიკერძოებული იყო? რაზე ვარ მიკერძოებული? მაინტერესებს. ყველაზე დიდი მიკერძოებული ხარ. ლაშასგან არაფრით განსხვავდები, ბიჭო. ლაშას და ბონდოს ხალხო ვერაფრით განვასხვავებ ერთმანეთისგან. ორივე არის ბაქანში, ერთი იყო ბაქნიანი ლაშა, ეხლა მეორე არის ბაქნიანი ბონდო. ესენი არიან უფთვანგელოზები. აუ ბუზის რო რამე ჭიანჭ ფეხს არ დააბიჯებენ. პიჯვარს გადაწერენ ესე. ადამიანი რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მაქსიმალურად უიდეალურესი ადამიანი გამოვიდეს, ფაქტის სახელზე თქვენ თვითონ ხედავთ. ამხელა კაცი ხარ და იმენ შიშარა ბიჭო. გეშინია. ვისი მეშინია ჯავახ შენი? ნეტა ვისი უნდა მეშინია, ვისიც საშიში იყო მაგალითად იმის არ შემშინებია და განსაკუთრებით ახლა ვითომ ლომში დამალული ცხვარიც არა ბატკანი იმის განსაკუთრებით არ შემეშინება და რა მაინტერესებს ბაქნიანო ბონდო თვითონალობა ელემენტარული იცი რატო გეუბნები ამას ბიჭო სიტყვები გაასწორე მეთქი რა სიტყვებს ვასწორე ბონდო და შიშარა კაცის გარეთ პასუხი შენ ძალიან კარგად იცი როგორ ჯავახ ჩამოყალიბდი სად ხარ ვისთან ხარ როგორ ხარ ლელუსე კუდი ლაშა ჩემო მეგობრებო ახლა შენ ვისი კუდი ხარ მუზების კუდი არის რა შეჭirdება ადამიანი არის ძალიან მიკერძოებული იმის გამო რომ არ დაჰეიტდეს ბაქანში ჩვენი ბონდო და მაშინ ყოფს თავს როცა მუზებს უკრევს აი ესე არასდროს არ იყო ბონდოსნაირი შიშარა კაცი ხალხო და თბილად რო იყო ხარ მუზების ოკეი ორაი ბაქანში ა მუზებმა ნეტა ჭურჭელის გარეცხვა ისწავლონ რა ის რა ქვია სამზარეულო მართლა ოღონდ რა და მერე იტყვიან რომ მარიამი არ რეცხავ ჭურჭელს მარიამი კი არა ეგეთი ბინძურები მე არ ვიცი არავინ რა მართლა რა არის რას გავს აქაურობა ადამიანები რომელი ადამიანების თითით იშვერებენ რომ ეს იქნება სისუფთავეზე ეს იქნება დამოკიდებულებაზე და ინტრიგაზე და ესე დრამებზე წამი წუთი არ გადის
რომ მათ თვითონ იმაზე უარეს აკეთებენ. ორი ხალი სიბინძურე, ბონდო, ნუ ხარ მიკერძოებული. ოთახი ვერ ორი ხალი სიბინძურე, გეუბნები. ესე შეგიძლია მიაყენო შეურაცხყოფა? ბონდო, დავიხალე ამათი ჭურჭელის რეცხვი. მოდი რა ჯერ სანამ ვინმეს რამეს მიუთითებ და დაასწავლე, ჯერ შენ თვითონ ჩაიხედე შენ კურსიდან. ამენ დაძვებიან ხარ დივანზე, ესა მოითხრიან პირს, მე ჩადებენ და გარეცხავენ, გარეცხონ ერთი თეფშიც გარეცხოს რა უნდა. გამარჯობა ჩემო უსაყვარლესებო, დღეს ჩვენ დავამზადეთ ელიტ ფუდის, ელიტარულ ხორცის ხინკალს და თუ იცით ვის დავამზადებ, აბა თუ გამოიცნობთ. თუ გამოიცნობთ. ამიტომ ახლა წავიდეთ და გამოვიღოთ ჩვენი ელიტარული ხორცის ხინკალი. ნახეთ როგორ ლამაზად არის მოხვეული ხალხო. ესე უნდა ჩაგდოთ ხინკალი. ელიტ ფუდის ელიტარული ხორცის ხინკალი მზად არის, ამიტომ ახლა ის გადაგვშენია ამოვიღოთ და გემრიელად მიირთვას მარიამმა. ნახე რა კარგად გამოიყურება მან. აუ ჯავა. იცი როგორ მომენატრა ელიტ ფუდის ხინკალი, წასული რომ ვიყავი. ხო და აი ახლა საშუალება გაქვს დააგემო, მაგრამ თან შენი გაკეთებები. ჩემი მოხარშული, მით უმეტეს უფრო გემრიელი იქნება რა თქმა უნდა. გამგემრიელია. კვირის ბოლომდე ვარ ბოსი. და ვინ თქვა? გეხვეწები რა გთხოვ. პროსტა მაინტერესებს. სადმე წერია ეგ რო კვირის. უბრალოდ გაინტერესებს ესე. კი, უბრალოდ გავარკვევთ ამ საკითხს. ძალიან გთხოვ ჯავა. არა, პროსტა მაინტერესებს. დიანა, გეხვეწები თუ გიხრო ისტერიკა არ მინდა. უბრალოდ გაჩვენე. ანუ გიხსნით რა. არა, შეწყვეტი არა. შენი ახსნა ძალიან გთხოვ ჯავა, საერთოდ ნუ მელაპარაკები დღეს საღამოს, საერთოდ. ანუ ხმამაღლა ვიძახი რაღაც შეფერდა ცხოვრობ რა გჭირთ ან კიდე დრამებს შენი ხმის გაგონებაზე ალერგია მემართება მაყვის. კარგი, მე არ მემართება ალერგია. ანუ პროსტა ვდგები და ვინ დაგელაპარაკა ეს? უბრალოდ ხვალ დავწერე არ მაინტერესებს დიანა, ვდგები და მივდივარ, თუ გინდა წამოდი. გამოვალ ეხლა რო წავა. ანუ წავიდა, წამოვიდა და კიდე პროვოკაციები დაიწყო, პროსტა რა ადამიანია. ხედავს რა მდგომარეობაში ჩამოგდო. წავიდა, წამოვიდა და პროვოკაციები დაიწყო. ანუ მე ვითხოვ ბოსის არჩევნებს თუ ჯავა ხარი ბოსი. არ გეყავ კონტენტი, ვერ გავიდი. ანუ რა პროვოკაციებზე ხარ გადმოსული ადამიანი არა. აბსოლუტურად. ანუ რამდენი სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ, რომ შენ გაჩუმდე და დაგვანებოთ. აი, გოგო. შემი როგორ манипуლირებ ხალხზე, ბიჭო? მე მაშინ შენ როგორ манипуლირებ ხალხზე? მაგ ინკვიზიციასთან ვერ ვტოვებ. რა ვქენი, რამე ვქენი ხალხო? შეგბენდლები დაგეხევათ, იმენა. რეპუტაცია შეგელახებათ. არა, უეჭველი უნდა გასცეთ პასუხი. არა, რა ისეთი რამე, გოგო, პროვოკაცია იყო ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო. რა ისეთი რამე? პროვოკატორი ხარ, გაწყნარდი, ეხლა გთხოვ, მოდი გონზე. მეტინა. აი მე ჯემიჯიორინა. აი ეგ წეღან ისე ჩამიჭირე, აი იმენა დამალურჯე. ფოტიში. მე აღარ ვიცი ხოლმე არა უშავს, აი ხო ხედავ შენც ვერ როგორ მოგიყვანო გუნზე. ფოტიში. ზოგადად ეს არის მტკივნეული, როცა გიწევს ამდენი სიძნელე გაიარო და ფეხზე იდგე კიდე. ჩემი გული ისე ცემს ხოლმე, რომ მთელ სხეულში მასანსარებს რა, როგორც დაბრახუნ. ხალხი მოვიდა იმიდან, რა ქვია. აი მანიდან მოვიდა და ხალხს დაერინე. მიყვარხარ თიქ.